რეგულარული სეზონი დავამთავრეთ. დღეს ბოლო თამაში იყო, პირველ ადგილზე ვართ და ძალიან ბედნიერები ვართ ამით და რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას. ვიცით როგორ ჯგუფში მოვხდით, მაგრამ მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგი შედეგი დავდოთ და ვასახელოთ საქართველოს და ვასახელოთ მიკელუს. დასრულდა რეგულარული ჩემპიონატი პირველი მეორე წრე 18 თამაში ვითამაშეთ. საკმაოდ კარგი თამაშები ჩავატარეთ. სამწუხაროდ ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკვდა მეორე წრის დასაწყისში უკვე და ძალიან მიხარია უკვე ისინი ნელა ბრუნდებიან. რა თქმა უნდა მიზანი პირველი ადგილია. ეს ყველას კარგად მოიხსენება. ვფიქრობ, რომ გეგმაზომიერად მივყვებით ამ ყველაფერს. Feliz pelos gols, feliz pelo desempenho da nossa equipe. Ter marcado 4 gols é importante, nos dá confiança para o segmento da competição. É importante também terminar em primeiro lugar na competição. Isso nos dá confiança para a segunda fase e nos preparar melhor para a Champions League, que é jogo importante para os atletas, para o clube, e eu espero que a gente possa seguir melhorando e conseguir nossos objetivos no final da temporada. შემდეგი ნაბიჯი ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია ჩემი აზრით, რაც ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, რომ ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ წარმატებით გამოვიდეთ. ამისთვის პირველ რიგში წეგან ვახსენე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გვებრუნდებიან ტრავმირებული ფეხბურთელები. კიდევ რამოდენიმე ტრანსფერზე მუშაობ და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე გაიგებს ამას საზოგადოება. ჩემპიონთა ლიგის მოლოდინი რომ ავიღოთ, მოლოდინი დიდია, რა თქმა უნდა, ემოციებიც დიდია, მოთხოვნაც მეტია. 3 დღე დავისვენებთ და დავიწყებთ უკვე უშუალოდ ჩემპიონთა ლიგისთვის მზადებას.